რიგში განხილული არის ინფლაციის პროცესები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მოცულია მთელი 20 წლიანი პროცესი 1990-დან 2010 წლამდე. ნაჩვენებია ინფლაციის მიზეზი, გამოწვევი მიზეზები, ინფლაციის დაძლევის გზები და საბოლოოდ შემუშავებულია გარკვეული ანტიინფლაციური მოდელი, რომელიც უნდა გამოიყენოს სახელმწიფო. და რაც თავარი ამ წიგნის გამოცემა ინგლისურ ენაზე იმით არის მნიშვნელოვანი, უცხოელი მკითხველი წაიკითხავს ქართველი მეცნიერ ეკონომისტის დაწერას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემის დანახვა შიგნიდან როგორი არის. მათთვის იყოს ცნობილი. და რაც კიდევ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს მონოგრაფიას აქვს პრეტენზია, რომ მთლიანად მოიცვა 20 წლიანი პერიოდის დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში. ანუ მთელი ინფლაციური პროცესების სისტემატიზაციაა გაკეთებული და ასევე ნაჩვენებია, თუ რომელ ეტაპზე ინფლაციის წარმოშობის მიზეზები რომელი იყო. აი ამით არის გამორჩეული ეს წიგნი და საბოლოოდ მოცემული ეს რეკომენდაციები, რომელიც წაადგება რეალობაში, როგორც მთავრობას, ასევე ეროვნულ ბანკს, ფულად საკრებულო პოლიტიკის შემუშავების და ფისკალური პოლიტიკის შემუშავების დროს. ქართული ორიგინალი არ არსებობს, პირდაპირ ასეთი მონოგრაფიის სახით, მაგრამ არსებობს ჩემი სტატიები, სამეცნიერო სტატიები და სხვა შორის ბევრი პუბლიკაციები, სხვა შორის სოციალურ ქსელშიც.